სხეულის ფორმის გასაუმჯობესებლად სამი მაკრონუტრიენტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცილა. ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ ცილების ფუნქციებს, მათ გავლენას კუნთური მასის ჩამოყალიბებაზე და შენარჩუნებაზე და ბოლოს მოგცემთ რაოდენობების რეკომენდაციებს სხვადასხვა მიზნების მიხედვით. ცილა მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითქმის ყველა პროცესში, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. ცილისგან შედგება ფერმენტები, კანი, თმა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნად კუნთური მასა. რახან კუნთი ცილისგან შედგება, საკვებიდან მიღებულ ცილის რაოდენობას პირდაპირ გავლენა აქვს კუნთური მასის შენებაზე და შენარჩუნებაზე. ორგანიზმს ცილის რეზერვები არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საკვებიდან საკმარის ცილა არ იქნება მომარაგებული, ის დანაკლისის ასანაზღაურებლად დაიწყებს საკუთარი კუნთების დაშლას. რაც არც ერთ შემთხვევაში არ გვაწყობს, თუ რატომღაც განზრახ არ გვინდა კუნთის დაკარგვა. ანუ საკმარის ცილის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ იმას ვიტყვით, თუ რამდენია ეს საკმარისი ცილა, მოდი ჯერ შემადგენლობას განვიხილოთ. ცილა შედგება მოლეკულური საშენი მასალის ამინომჟავების ჯაჭვებისგან. ჩვენს ორგანიზმში შემავალი ცილები სულ 20 ამინომჟავისგან შედგება, ხოლო მათგან 9 ესენციური, ანუ შეუცვლელი ამინომჟავებია. ესენციურს იმიტომ ეძახით, რომ მათი წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმში არ ხდება. ანუ მათი საკვებიდან მიღება აუცილებელია. ხოლო დანარჩენი 11 არაესენციურია, ანუ ჩვენს ორგანიზმს მათი წარმოქმნა თავისით შეუძლია. ცილების მიღება მრავალი სხვადასხვა საკვებიდან შეგვიძლია, მაგრამ ყველა მათგანი ყველა ესენციურ ამინომჟავას არ შეიცავს. როცა რომელიმე საკვები ყველა ესენციურ ამინომჟავას შეიცავს, მაგალითად როგორც ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები, მას ვეძახით სრულ ცილის წყაროს. იმ საკვებს, რომელიც არ შეიცავს ყველა ესენციურ ამინომჟავას, მაგალითად როგორიცაა ლობიო, ოსპი და სხვა მცენარეები, ვეძახით არასრულ ცილის წყაროს. რომელიმე ესენციური ამინომჟავის დანაკლისის თავიდან ასარდებლად ჯობია უმეტესად სრული ცილის წყაროები მიიღო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი შეიცავს ცილას, ის არ შეიცავს საკმარის ესენციურ ამინომჟავა ლიზინს. ანუ თუ ხორბალს გამოიყენებდი როგორც მთავარ ცილის წყაროს, ლიზინის ნაკლებობა გარდაუვალი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის სრული ცილების მიღება ყოველ კვებაზე არაა აუცილებელი, მაგრამ თუ მიზანი კუნთის მომატება ან შენარჩუნებაა, სრული ცილების მიღება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კარგი ისაა, რომ ყველა ესენციური ამინომჟავის მისაღებად განსაკუთრებული სიზუსტით ჭამა არაა საჭირო. ამისთვის უბრალოდ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ცილების მიღება საკმარისია. ხოლო ვეგანებისთვის და ვეგეტარიანელებისთვის დღიური ცილის რაოდენობის დაახლოებით 20%-ით გაზრდა კარგი იდეაა, იმიტომ რომ მცენარეული ცილები ყველა ესენციურ ამინომჟავას არ შეიცავენ. თუ საერთო ცილის რაოდენობას 20%-ით გაზრდი, ამით თავს დაიწყო რომელიმე ესენციური ამინომჟავის ნაკლებობისგან. ახლა მოდი ვნახოთ, რამდენი ცილა გვჭირდება სხვადასხვა დიეტის დროს ოპტიმალური შედეგების მისაღებად. პირველ რიგში, კუნთის მომატების პერიოდებში ცილა კალორიებთან ერთად კუნთის საშენ მასალასაც გვაწვდის. კუნთის შენება ორგანიზმის პრიორიტეტი არ არის და დიდი ალბათობით არ მოხდება ზედმეტი ცილის, კალორიების და ვარჯიშის გარეშე. მაგრამ მნიშვნელობის მიუხედავად, კუნთის მასამატებლად განსაკუთრებით ბევრი ცილის მიღება არაა საჭირო. მიღებული რეკომენდაციაა დაახლოებით 1,6-დან 2 გრამამდე ცილა ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე დღეში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირობითად 100 კილოგრამს ვიწონი და ტანზე მაქვს 20% ცხიმი, 100-ს გამოვაკლებ 20-ს და მიღებულ 80-ს გავამრავლებ 2-ზე. ასე მივხვდები, რომ ყოველდღიურად უნდა მივიღო 160 გრამი ცილა. ცხიმის რაოდენობას იმიტომ ვაკლებთ საერთო წონას, რომ ცხიმს ცილა არ სჭირდება და თუ ცხიმიანად გავამრავლებთ, მაშინ ცილის რაოდენობა ზედმეტი გამოვა. ცხიმის დაკლებას რაც შეეხება, ამ დროს ცილა კუნთის შენარჩუნებაში გვეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წონის დაკლებისას ცხიმთან ერთად ბევრ კუნთსაც თუ დაკარგავს, საბოლოოდ ლამაზი სხეულის გამოჩენის მაგივრად უბრალოდ დაბატარავდები. ცხიმისგან განსხვავებით, კუნთის მომატება შედარებით უფრო რთულია და მეტ დროსაც მოითხოვს, ამიტომ ცხიმის დაკლებისას ცილის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებული კუნთი არ დაკარგოს. ცილას ასევე საკმაოდ ძლიერი დანაყრების ეფექტიც აქვს, რაც აორმაგებს მის დადებით თვისებებს, განსაკუთრებით წონის დაკლებისას, იმიტომ რომ როცა კალორიები შეზღუდულია, ყოველთვის ისეთი საკვები უნდა ეძება, რომელიც მეტად დაგანაყრებს. ცილის რაოდენობის რეკომენდაცია ცხიმის კლების დროს 2 გრამიდან 2,2 გრამამდეა ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე. შედარებით მაღალი რეკომენდაცია იმიტომაა, რომ კალორიული დეფიციტისგან გამოწვეული კუნთის დაკარგვა აირიდო თავიდან. და ბოლოს, ჩვეულებრივ პერიოდებში, როცა არც კუნთს იმატებ და არც ცხიმს იკლებ, ცილის რაოდენობა ძირითადად მაინც უცვლელი რჩება. ადამიანის ორგანიზმს გადასარჩენად 0,6 გრამი ცილა ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე ყოფნის. მაგრამ ჩვენთვის უბრალოდ გადარჩენა არაა საკმარისი. გადასარჩენად უკეთესი სპორტული შედეგისთვის და კუნთის შესანარჩუნებლად და ასაშენებლად შედარებით მეტი ცილაა საჭირო.
არ გეგონოს, რომ კუნთის აშენება და შენარჩუნება მხოლოდ სპორტსმენების საქმეა. კიდაც საერთოდ არ გაინტერესებდეს როგორ გამოიყურები, გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის კუნთის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგიძლია რომ გააკეთო. ამისთვის კი 0.6 გრამი ცილა საკმარისი არაა. თუ ვარჯიშობ 1.6 გრამი ცილა მაინც უნდა მიიღო. ეს არის მინიმუმი. რაც შეეხება მაქსიმუმს, ცილის რაოდენობები გამოკვლეულია 4 გრამამდეც კი ყოველ 1 კილოგრამ სხეულის წონაზე და ეს რაოდენობებიც უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანებისთვის. ამის მიუხედავად, ამდენი ცილის მიღება საკმაოდ მოსაწყენი დიეტა გამოდის და ამასთან ერთად არც ზედმეტ დადებით ეფექტებს არ მოგცემს. ამიტომ ჯობია მაქსიმუმად 2.2 გრამი დავტოვოთ. რომ შევაჯამოთ ზოგადი რეკომენდაციები, გადარჩენისთვის ორგანიზმს სჭირდება 0.6 გრამი ცილა ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე. კუნთის მომატების დროს 1.6-დან 2 გრამამდე ცილა საკმარისია და ცხიმის დაკლების დროს კუნთის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად 2-დან 2.2 გრამამდე ცილაა საჭირო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.